მოდით დავფიქრდეთ. არსებობს კომპანია, რომლის გავლენაც ბევრად აღემატება უამრავი ქვეყნის გავლენას. კი, ნამდვილად არსებობს და მას BlackRock ჰქვია. ამჯერად მოდით ჩაუღრმავდეთ, თუ როგორ შეიძლება ერთით შეხედვით კატასტროფული ფინანსური მარცხი გახდეს ისეთი იმპერიის საძირკველე, რომელიც დღეს ფაქტობრივად მსოფლიო ეკონომიკის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. კარგი, მოდით პირდაპირ მთავარით დავიწყოთ. აი ეს რიცხვი ეკრანზე. ეს არის 10 ტრილიონი დოლარი. სწორედ ამდენ აქტივს მართავს დღეს BlackRock. იცით, ეს იმდენად კოლოსალური თანხაა, რომ გონებაში წარმოდგენაც კი ძალიან რთულია. Რომ მივხვდეთ რეალურად რამხელა მასშტაბზე ვსაუბრობთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ. აიღეთ სამი უძლიერესი ეკონომიკა: გერმანია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი და შეკრიბეთ მათი მთლიანი წლიური პროდუქცია. და BlackRock-ის მართვაში არსებული ფული ამ ყველაფერზე მეტია. და ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როგორ მიაღწია ერთმა კომპანიამ ასეთ წარმოუდგენელ სიმაღლეს? პარადოქსია, მაგრამ ამ გიგანტის დაბადების ისტორია ერთ ძალიან ხმაურიან კატასტროფულ მარცხს უკავშირდება. მოდით გადავინაცვლოთ პირველ თავში. ყველაფერი დაიწყო ერთი კაცის, ლარი ფინკის კარიერული კრახით. ეს იყო მარცხი, რომელმაც საბოლოო ჯამში არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი ფინანსური სამყაროს მომავალი სამუდამოდ შეცვალა. წარმოიდგინეთ 80-იანი წლები. ლარი ფინკი საინვესტიციო ბანკ First Boston-ის ნამდვილი ამომავალი ვარსკვლავია. მან ფაქტობრივად ნულიდან შექმნა იპოთეკური ფასიანი ქაღალდების ბაზარი. მაგრამ 1986 წელს საპროცენტო განაკვეთების არასწორმა პროგნოზმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მისმა დეპარტამენტმა ერთ დღეში $100 მილიონი დაკარგა. ამ შეცდომამ ფინკს კარიერა დაუჯდა, მაგრამ ამავე დროს რაღაც სრულიად ახალი იდეა შთააგონა. სწორედ ამ კრახმა ასწავლა ფინკს ის მთავარი გაკვეთილი, რომელიც BlackRock-ის ფუნდამენტად იქცა. ის მიხვდა, რომ მთავარი არა იმდენად მოგებაზე ბრმად სწრაფვაა, არამედ რისკის კონტროლი, თანაც მათემატიკური სიზუსტით. იმ დროისთვის ეს მართლაც რევოლუციური იდეა იყო. და აი, ამ ახალი ფილოსოფიით შეიარაღებული ფინკი მზად იყო სცენაზე დასაბრუნებლად. ამჯერად ის უბრალოდ ახალ კომპანიას კი არ ქმნიდა, არამედ ფინანსური სამყაროსთვის სრულიად ახალ სათამაშო წესებს წერდა. 1998 წელს ფინკმა 7 პარტნიორთან ერთად დაარსა კომპანია, რომლის ერთადერთი და მთავარი მიზანიც სწორედ რისკის ანალიზი იყო. სასტარტო კაპიტალისტვის მათ მიმართეს Blackstone-ს, რომელმაც $5 მილიონი საკრედიტო ხაზის სანაცვლოდ კომპანიის 50%-იანი წილი მიიღო. თავიდან კომპანიას Blackstone Financial Management ერქვა. და აი შედეგიც, ზრდის ტემპი იყო უბრალოდ ფენომენალური. მათი რისკზე ფოკუსირებული სტრატეგია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვეში მათ უკვე $1 მილიარდი აქტივები ჰქონდათ. 5 წელიწადში კი ეს რიცხვი უკვე $20 მილიარდამდე ავარდა. წარმოუდგენელი სისწრაფეა. მაგრამ იცით, ასეთი სწრაფი ზრდის ფონზე ფინკსა და Blackstone-ის მმართველებს შორის სტრატეგიული ხედვები აცდა. შედეგად 1999 წელს მათი გზები გაიყო და მსოფლიომ პირველად იხილა დამოუკიდებელი კომპანია სრულიად ახალი სახელით. BlackRock. კარგი, ახლა კი გადავიდეთ ორ მთავარ ინოვაციაზე, რომლებმაც BlackRock-ი უბრალოდ წარმატებული კომპანიიდან გლობალურ ფინანსურ მონსტრად აქციეს. BlackRock-ის მთავარი საიდუმლო იარაღი არის Aladdin. ეს არის უნიკალური პროგრამული პლატფორმა. იცით, ეს არაა უბრალოდ რაღაც აპლიკაცია. ესაა გიგანტური სუპერკომპიუტერების ქსელი, რომელიც ნებისმიერი საინვესტიციო პორტფელის ყველა შესაძლო რისკს აფასებს. აი, მარტივად რომ ვთქვათ, Aladdin რას აკეთებს? იღებს ნებისმიერი საინვესტიციო პორტფელს, აწარებს მას მილიონობით შესაძლო სცენარში, იქნება ეს ომი, პანდემია თუ ეკონომიკური კრიზისი და შემდეგ გაძლევთ ზუსტ პროგნოზს თუ რა საფრთხეები გემუქრებათ. ეს იყო ნამდვილი რევოლუცია რისკების მართვაში. მეორე გარდამტეხი მომენტი დადგა 2009 წელს გლობალური ფინანსური კრიზისის შუაგულში. BlackRock-მა იყიდა Barclays Global Investors, ანუ BGI, და ეს არ იყო უბრალოდ მორიგი შენაძენი, ეს იყო სტრატეგიული გენიის გამოვლინება. აი რატომ იყო ეს ასეთი მნიშვნელოვანი. BGI-სთან ერთად BlackRock-ის ხელში აღმოჩნდა iShares, ბირჟაზე მოვაჭრე ფონდების, ანუ ETF-ების მსოფლიო ლიდერი. ფინკმა ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ მომავალი არა აქტიურ, არამედ პასიურ ინვესტირებას ეკუთვნოდა. ანუ იმის მაგივრად, რომ ცალკეული აქციებით ბაზრის დამარცხება სცადო, შენ უბრალოდ ფლობ მთლიან ბაზარს. და ეს პროგნოზი 100%-ით გამართლდა. და სწორედ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა აიყვანა BlackRock-ი გავლენის სრულიად ახალ მანამდე წარმოუდგენელ დონეზე. როდესაც მსოფლიო ფინანსური სისტემა ფაქტობრივად ინგრეოდა, აშიის მთავრობამ და ფედერალურმა რეზერვმა იცით მიმართეს დახმარებისთვის? დიახ, BlackRock-ს. მათ დაევალათ ისეთი კოლაფსირებული გიგანტების ტოქსიკური აქტივების მართვა და გასუფთავება, როგორებიც იყვნენ Bear Stearns და AIG. აი, ამ ფაქტმა ყველას დაანახა, რომ BlackRock აღარ იყო უბრალოდ მორიგი კომპანია.
ის იქცა სისტემის მთავარ საყრდენად, რომლის გარეშეც კრიზისის მართვა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. სწორედ მაშინ შეარქვეს Wall Street-ზე მეცახელად მთავრობის მეოთხე შტო. დღეს BlackRock პრაქტიკულად ყველა მსხვილი კორპორაციის, იქნება ეს Apple, Microsoft თუ Amazon, ერთ-ერთი უდიდესი აქციონერია. ეს კი მას აძლევს უზარმაზარ ბერკეტს დირექტორთა საბჭოებზე. და ამ გავლენას ისინი აქტიურად იყენებენ, მაგალითად, რომ დანერგონ ESG სტანდარტები, ანუ მოსთხოვონ კომპანიებს მეტი ყურადღება გარემოს დაცვას, სოციალურ პასუხისმგებლობას და გამჭვირვალე მმართველობას. კარგი, მაშასე, მოდით შევაჯამოთ. რა არის საბოლოოდ BlackRock-ის წარმატების ფორმულა? როგორ გადაიქცა ერთი კაცის კატასტროფული მარცხი 10 ტრილიონიან გლობალურ იმპერიად? მოკლედ ყველაფერი სამი მთავარი ფაქტორის კომბინაციაა. პირველი, ესაა ტექნოლოგიური სუპერუპირატესობა ელადინის სახით. მეორე, პასიური ინვესტირების რევოლუციის დროული დაჭერა და ამ ბაზარზე iShares-ით დომინირება. და მესამე, მთავრობების მხრიდან მოპოვებული უპრეცედენტო ნდობა განსაკუთრებით კრიზისების დროს. ლარი ფინკის ხედვამ პირადი კრახი გლობალურ ტრიუმფად აქცია. და ეს ყველაფერი იცით საბოლოოდ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ცოტა არ იყოს პროვოკაციულ კითხვამდე მიგვიყვანს. როცა ერთი კომპანია ასეთ კოლოსალურ კონცენტრირებულ ძალაუფლებას ფლობს, ჩნდება კითხვა: ვინ აკონტროლებს თვითონ ამ მაკონტროლებელს? ამ კითხვაზე პასუხი კი ალბათ მთელი მომავალი 10 წლეულის ფინანსურ სამყაროს განსაზღვრავს.